ნაციონალური მოძრაობა ბათუმში მათი აქტივისტის ცემის ფაქტის გამოძიებას ითხოვს. მიხეილ მაჭავარიანის თქმით, ხელისუფლება მომხდარის ობიექტურად გამოძიებას არ ცდილობს, რადგან მუხლი, რომლითაც საქმის გამოძიება დაიწყო, მხოლოდ ჯარიმას ითვალისწინებს. გოგა ხაჩიძე კი ამბობს, რომ არჩევნების მეორე ტურთან ერთად ძალადობის მეორე ტურიც დაიწყო. ეს არის ქმედება, რომელიც ახალისებულია ხელისუფლების მხრიდან და იგივე გაიხსენეთ ნუგზარ ციკლაურის ცემის ფაქტი, თავდასხმის ფაქტი უბრალოდ ნუგზარ ციკლაურზე, შემდეგ თუ როგორ მოხდა ზურაბ ჭიაბერაშვილზე თავდასხმელების გირაოთი განთავისუფლება, ამას წინათ ზუგდიდში განვითარებული მოვლენები ძალიან სამარცხვინოა ამ ხელისუფლებისთვის, რომ მათ სხვა გზა არ გარჩენიათ, გარდა ფიზიკურად გაუსწორდნენ პოლიტიკურ ოპონენტებს. ჩვენ უნდა მოუწოდოთ ძალიან კონკრეტულად. პასუხი მოითხოვონ კანონის სრული დაცვით. ამ და სხვა შემთხვევებზე, რომელიც მრავლად ხდება მთელი საქართველოს მასშტაბით და არჩევნების მეორე ტურის დანიშვნასთან ერთად პრაქტიკულად გაიხსნა ძალადობის მეორე ტური, რომელსაც ძირითად შემთხვევაში, უმეტეს შემთხვევაში ახორციელებენ ქართული ოცნების აქტივისტები. Რაღა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ეკისრება და დაეკისრება მომავალში განვითარებულ მოვლენებზეც ხელისუფლებას, პირადად პრემიერ ღარიბაშვილს და შინაგან საქმეთა სამინისტროს. ნაციონალური მოძრაობის წევრს ლევან ტეტემაძეს 2 დღის წინ ბათუმში თავს დაესხნენ და თავში ბლაგვის საგანი ჩაარტყეს. თავდამსხმელების ვინაობა უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 125 ცემის მუხლით აწარმოებს, რაც ჯარიმას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებს.